სამშვიდობის დღის მთავარ თემებს ეთუნა ინსკირველი გაგაცნობთ მანამდე რას ვნახავთ მთავარში. იქცევა თუ არა კანდიდატთა სია მოსამართლეთა სიად და ლობირებს თუ არა მას პარტიის ლიდერი. არანაირ სიას პარტიის ხელმძღვანელი დამერწმუნეთ არ ლობირებს. ივანიშვილის სიტყვა არის საბოლოო სიტყვა. ეს სია უნდა იყოს გაწეული უკან. თუ ეს მოსამართლეთა სია გალა, მე მივიღებ გადაწყვეტილებას, რომ დავტოვო უმრავლესობის შემადგენლობა. უმრავლესობას ხდომის მოლოდინში, რომლის ჩანიშვნასაც არავინ ჩქარობს. მომდევნო კვირაში შეგვიძლია გავუკეთოთ ორგანიზება რამდენიმე ადამიანმა ჩვენ კოლეგებთან შეხვედრას. დაბედიელით მათ, ვისაც მმართველი პარტიის ხელმძღვანელობა პარტიული დისციპლინის გადახვევაში ამხელს. ფრაქციის ხდომაზე ვინმეს გარიცხვაზე და ასეთ ხის გადაწყვეტილებებზე საუბარი არ ყოფილა. პარტიის სამთავრობო და საპარლამენტო ელიტა გაჭრეთში რატომ არ დაასწრეს შეკრებას ბესელია ფოფხაძე. ამ შეხვედრას არ ესწრება დაახლოებით 100-მდე დეპუტატი. და პოზიცია აქვს სასამართლო სისტემის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციებს. შეიძლება იყოს განხილული მათ შორის საზოგადოებრივი პროტესტის სხვადასხვა ფორმა და ექსპერტებს. არსებობს რეალური გუნდი, რომელიც ამ სიის ლობისტია, უპირველესად ბიძინა ივანიშვილთან. ბიძინა ივანიშვილმა დაწუნებულა მათი მოსამართლიდან ორი შეიძლება ორი ჯგარი იცოდეს, ხო? დღის ამბებში აცი ყველაფერი უმრავლესობაში მიმდინარე პროცესების შესახებ. არის თუ არა ეპიდემია? მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ანალიზი, კონტროლი. გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევა გორში. პაციენტი მოთავსდა რეანიმაციურ განყოფილებაში, თუმცა პაციენტს გადარჩენა ვერ მოხერხდა. გადაიდება თუ არა სასწავლო პროცესი. ავაკვირდებით დინამიკას, მე იქნება გადაწყვეტილება არ დაგების გახამძლეობასთან დაკავშირებით. რჩევები და სტატისტიკა გრიპის ვირუსის შესახებ. პრინციპულ პოზიციებს ეკაბესელიას და მისი თანამოაზრების შემდეგ კიდევ ერთი დეპუტატი აფიქსირებს. თუ უზენაესის სასამართლოს მოსამართლეობის სარდგენილ კანდიდატებს მხარს დაუჭერენ ბექა ნაცვლიშვილის საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას აანონსებს. მოსამართლეთა სადავო ატკაციანის მოწინააღმდეგეთა წრე ფართოვდება. სანამ ბიძინა ივანიშვილი ოცნებაში ურთიერთობებს დაალაგებს და ეკაბესელიას ბედს გადაწყვეტს, მანამდე იურიდიული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ შეხვედრები პარტიის მოქმედ და ყოფილ დეპუტატებთან გამართა. ვნახოთ ვინ იზიარებს ეკაბესელიას პოზიციებს და ვინ იქნება შემდეგი. სანამ ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული ახლების გუნდი გაჭრეთში სემინარზე იყო შეკრებილი, ოცნებისგან გარიყული ეკაბესელია ჯერ კიდევ მის კუთვნილ კაბინეტში თანამოაზრეებთან მთელი დღის განმავლობაში შეხვედრებს მართავდა. დეპუტატები, რომლებიც მოსამართლეთა სიას აკრიტიკებენ, დღეს ბესელიასთან ღიად გამოჩენას არ მორიდებიან. შეხვედრების დასრულების შემდეგ ბესელიამ განაცხადა, რომ მომავალ კვირას უმრავლესობის ხდომას თავად მოიწევს და შეხვედრის კარი ყველა დეპუტატისთვის ღია იქნება. მოსამართლეთა დავოსიაზე შეხვედრებს არასამთავრობო სექტორთან და პროფესიულ წრეებთანაც გეგმავს. სარჭირდება ამას ოფიციალური პროცედურა, შეუძლია რამდენიმე ადამიანმაც ამის ორგანიზება გააკეთოს, ამიტომ ჩვენ ალბათ უფრო ვფიქრობ 12-ის შემდეგ იქეთ კვირაში, მომდევნო კვირაში შეგვიძლია გავუკეთოთ ორგანიზება რამდენიმე ადამიანმა ჩვენ კოლეგებთან შეხვედრას, ყოველგვარი ოფიციალობის და ყოველგვარი ისე ვთქვათ, წინასწარი შეტყობინებების თუ პროცედურის გარეშე ეკაბესელიამ დღეს პარლამენტის თავმჯდომარის მუქარასაც უპასუხა მისი უმრავლესობიდან შესაძლო გარიცხვის შესახებ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ მთავარი ოპონენტი კომკავშირელს შეადარა. ირაკლი კობახიძე რომ მოვიდა, ეს პოლიტიკური პარტია ჩემ ხელში, ჩემ თვალწინ შეიქმნა. ეხლა ვის ველაპარაკებით ასეთ ტერმინებით გაგრიცხავ, გამოგრიცხავ, ვინ უნდა დამემუქროს, გავარ იმ ადამიანს, რომ რაიმე მუქარის ეშინია და მით უმეტეს ესეთი კომკავშირული ტერმინებით როცა მესაუბრებიან, კარგით, ახლა რაღაცა მთავარი საკითხი, რომელიც დგას დღეს ეს რიგში, არის სწორედ იმ სიის უკან გაწევა, რომელიც იუსტიციის საბჭომ წარმოადგინა პარლამენტში დაჩქარევა. შესაძლოა საქმე გარიცხვამდე არ მივიდეს. ეკაბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობა საკუთარი ნებით დატოვოს და ფრაქცია შექმნას. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პარლამენტი მოსამართლეთა სადავო სიას დაამტკიცებს. მოვლენების ასე განვითარების შემთხვევაში ერთ-ერთი პირველი, ვინც მასთან ერთად წავა, გედევან ფოფხაძე და უმრავლესობიდან გარიცხული დავით ჭიჭინაძე იქნებიან. შედარებით თავშეკავებული იყო დეპუტატების მეორე ნაწილი. მე ამ სიას მხარს არ ვუჭერ. გადასვლა არ განიხილება ჩემს მხრიდან. სწორი შერჩევის წესი
და სწორი ადამიანები უზენაეს სასამართლოში. ეს არის ჩვენი ამოცანა და ამ მიმართულებით ყველა დონეზე აქტიურობა არის სწორი. მე ვიყავი ქართული ოცნების გუნდის წევრი და რჩევი ქართული ოცნების გუნდის წევრად. ქართული ოცნების გუნდი არის 115 კაცი და არა 10 კაცი მაგალითად, ხო? ამიტომ გუნდში უნდა გადაწყდეს. ბიძინა ივანიშვილის სიტყვა არის საბოლოო სიტყვა და რა თქმა უნდა ის რასაც იტყვის, ასეც უნდა გაკეთდეს. პირველი სკრიპკა ის არის და რა თქმა უნდა მის სიტყვა გადამწყვეტი არის. ვფიქრობ ახლების გვერდში დგომა ბიძინა ივანიშვილისთვის სერიოზული პრობლემა იქნება. ქართული ოცნება რაც უფრო მეტ ადამიანს გარიცხავს სიმართლისთვის მალე დაამთავრებს თავის მოღვაწეობას. რას ნიშნავს გარიცხავენ? სკოლაში კი არა ვართ, სკოლიდან გაგრიცხონ რაღაც. დეპუტატები ვართ, რომლებიც ადამიანების ინტერესს ვიცავთ. ჩემ შემთხვევაში რას იცავდნენ თავისივე სკამები. მართველი გუნდის ლიდერები უარყოფენ, თუმცა არ არის გამორიცხული მოსამართლეების სიის გამო საპარლამენტო უმრავლესობის რღვევის პროცესი დაიწყოს. მართველი გუნდის დატოვებაზე დღეს კიდევ ერთი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ალაპარაკდა. თუ ეს მოსამართლეთა სია გავა, მე მივიღებ გადაწყვეტილებას, რომ დავტოვო უმრავლესობის შემადგენლობა. თუ ჩვენ საუბრობთ რაღაც ახალი გუნდის ჩამოყალიბებაზე, ახალ გუნდს უნდა აერთიანებდეს გარდა ვთქვათ ამ მოსამართლეთა მიმართ კონკრეტული პოზიციისა, სხვა საკითხებშიც კონსენსუსი. თუ ეს კონსენსუსი შედგება, რა თქმა უნდა შესაძლებელია, მაგრამ მე ჯერჯერობით ამ გუნდის ჩამოყალიბების შესაძლებლობასაც ამ წუთას და ალბათობას ჯერჯერობით ვერქვი. ქართულ ოცნებაში არიან ისეთი დეპუტატებიც, რომლებიც არსებული შემადგენლობით სიის მხარდაჭერას გამორიცხავენ, თუმცა მკვეთრი ნაბიჯების გადადგმისგან თავს იკავებენ. ზაქარია ქუცნაშვილი მოსამართლეების შესარჩევი კრიტერიუმების დადგენის აუცილებლობაზე საუბრობს. ჯერ წესი უნდა შევქმნათ, კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამდი, წესის საფუძველზე შევარჩიოთ კანდიდატები. ხოლო შემდეგ დავიწყოთ უკვე ამ კანდიდატების ძლიერ და სუთ ხარებზე შეძლება. წესის გარეშე კანდიდატების სიის წარმოდგენა არ არის სწორი, არ არის სამართლიანი, იმიტომ რომ ეს არ გვაქვს თანასწორობის პრინციპს, ამიტომაც ჩემთვის მნიშვნელოვანი დაცული იყოს ეს პრინციპი. გუნდში არსებული ასთა სხვადასხვაობის გამო უმრავლესობის დაშლის საფრთხეს ვერ ხედავს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ სიას ბიძინა ივანიშვილი არ ლობირებს და კრიტერიუმების შემუშავებაზე აქტიური მსჯელობა გრძელდება. მდინარაძე პრობლემას ვერც იმაში ხედავს, რომ ეკაბესელია პარტიის ლიდერებს არ ელოდება და უმრავლესობის ხდომას თავად იწვევს. მე ვერავის აუგზავნ ბუნებრივია და ვერავინ ამ ქვეყანაში ვერც ერთ დეპუტატს მით უმეტეს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდეს თავის პოზიცია გაუზიაროს. თუმცა მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ და დარწმუნებული ვარ იმაში, რასაც ლაპარაკობ, რომ ეს სწორია და მართალი პოზიციაა, რომ ერთია სიმართლე, მეორე ამ სიმართლის ინტერპრეტაცია და მესამეა გუნდური თამაშის წესები. ჩვენ მოუწოდებ ჩვენ კოლეგებს, ჩემი ფრაქციის წევრებს, რომ გუნდური თამაშის წესები არ დაარღვიონ. აღმოჩნდება თუ არა ოცნებისგან დამოუკიდებელი ეკაბესელია უფრო ძლიერი და დაემშვიდობება თუ არა საბოლოოდ ქართულ ოცნებას, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც თავად არის ახლო მომავალში გამოჩნდება. ეკაბესელია თანამოაზრეებს პარლამენტში ხვდებოდა, ოცნების ლიდერები კი მთავრობის ორგანიზებით და ურჩი დეპუტატების გამოკლებით გაჭრეთში შეიკრიბნენ. ბოლო დღების თემა, რომელიც გაყოფილი უმრავლესობის ნაწილს აღელვებს, მოსამართლეთა სიის განხილვას მძაფრად არ აღიქვამს კახეთში სემინარზე წასული საპირისპირო მეორებრთა. გიორგი კიკაბიძე გვეტყვის, რატომ არ დაპატიჟეს დღეს ეკაბესელია, გედევან ფოფხაძე და სხვა დეპუტატები, რომლებიც ბოლო პერიოდში თანაგუნდელებს ღიად დაუპირისპირდნენ. სასტუმრო ამბასადორში დღეს სემინარს მთელი დღის განმავლობაში ესწრებოდნენ საკანონმდებლო ორგანოსა და მთავრობის წარმომადგენლები. მათთვის სემინარს ატარებდნენ უცხოელი სპეციალისტები და ძირითადად სემინარი შეეხებოდა იმას, თუ როგორ უნდა იმუშაონ კოორდინირებულად საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლება და როგორ უნდა გაუმჯობესდეს მენეჯმენტი ამ ორ შტოს შორის. შეიძლება ითქვას, რომ ჟურნალისტების ყურადღება მიიქცია იმან, რომ ამ სემინარს არ ესწრებოდნენ ის დეპუტატები, რომლებიც ბოლო პერიოდის განმავლობაში დაუპირისპირდნენ თანაგუნდელებს. დღეს ამ სემინარს არ ესწრებოდა არც ეკაბესელია, არც გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი და სხვა დეპუტატები, რომლებიც მკაფიოდ აფიქსირებდა საკუთარ კრიტიკულ პოზიციას მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით. დღეს მთელი დღის განმავლობაში მედიის წარმომადგენლები ვიმყოფებოდით კაჭრეთში სასტუმრო ამბასადორში
ამბასადორის მიმდებარე ტერიტორიაზე და მედიის წარმომადგენლებს არ ქონდა შესაძლებლობა შიდა ტერიტორიაზე თუნდაც კადრები გადაგვეღო მედიისთვის კომენტარს მხოლოდ ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე აკეთებდა მამუკა მდინარაძე მედიასთვის დღის ბოლოს განცხადება გააკეთა და განმარტა რომ მეკა ბესელიას არ ყოფნა სემინარზე ქართულ ოცნებაში არსებულ დაპირისპირებას არ უკავშირდება. მიმდინარეობს სემინარი, რომელშიც ჩართულია პრაქტიკულად ყველა მინისტრი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტიდან წარმომადგენლები. სემინარი ემსახურება მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს კოორდინაციის გაუმჯობესებას. მეკა ბესელია ლევან გოგიჩაიშვილი ისინი არ დაპატიჟეთ თუ არ ჩამოვიდნენ? მე შემიძლია შემოგიტრიალოთ კითხვა. ამ შეხვედრას არ ესწრება დაახლოებით 100-მდე დეპუტატი, შეიძლება ითქვას 90-ზე მეტი ყოველ შემთხვევაში და რატომ არ მისვათ კითხვას სხვა დანარჩენის შესახებ და რატომ აი და მაინც არაფერ შუაში არ არის ეს სემინარი დაიგეგმა დიდი ხნით ადრე, თითქმის ერთი თვის წინ დაპატიჟებული აქ არავინ არ არის. წინასწარ შედგა არა. წინასწარ შედგა სია, თავიდანვე ამ სიაში ეს ადამიანები პირველ ეტაპზე არ იყვნენ, ორგანიზატორის მიერ ეს ადამიანები მოწვეულები არ არიან, ისევე როგორც სხვა უამრავი ადამიანი, რომელიც არის წარმოადგენს საპარლამენტო ორგანოს. უცხოელი სპეციალისტები სემინარს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის მომდევნო დღეებშიც ჩაატარებენ. შეიძლება ითქვას, რომ ხვალაც დატვირთული დღე ექნებათ სახელმწიფო გუნდის წარმომადგენლებს, როგორც ცნობილია, ხვალ სემინარს შემოერთდებიან ქართული ოცნების სხვა წარმომადგენლებიც. უკვე როგორც გითხარით, აქ მთელი დღის განმავლობაში მედიას არ ქონდა შესაძლებლობა, რომ მინისტრთა კაბინეტის გარკვეული წარმომადგენლებისთვის სხვადასხვა კითხვები მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ისინი კამერების წინაშე არ გამოჩენილან. გეტყვით, რომ აქ რჩება კვლავ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები, პირველი კანონმდებელი ირაკლი კობახიძე და უმრავლესობის სხვა დეპუტატების, თუმცა უკვე როგორც გითხარით, ამ სემინარს არ ესწრებიან ის გაბრაზებული, ეგრეთ წოდებული ურჩი დეპუტატები, რომლებიც კრიტიკულ პოზიციებს აფიქსირებენ მოსამართლეთა ათკაციან სიასთან დაკავშირებით. ბრძოლა ერთი მიზნისთვის ორი მიმართულებით ქართულ ოცნებაში არსებული განხეთქილება პოლიტოლოგების აზრით ძალაუფლების გამყარებას ემსახურება. კერძოდ ერთის მხრივ ოცნების დაპირისპირებული მხარები სასამართლო სისტემაში საკუთარი მიზნების განხორციელებისთვის იბრძვიან, მეორეს მხრივ კი 2020 წლის არჩევნებისთვის საკუთარ პოზიციებს იმყარებენ. ექსპერტები ფიქრობენ, რომ მართულ გუნდში უთანხმოება რამდენიმე წლის წინ დაიწყო და მოსამართლეთა სია ღია დაპირისპირების საბაბი გახდა. ნახოთ, რას ფიქრობენ, სად არის ამ პროცესებში ლიდერი. ბრძოლა ძალაუფლებისთვის თუ სასამართლო სისტემის გაჯანსაღების სურვილი, რის გამო ირღვევა გუნდური ერთიანობა ძველებსა და ახლებს შორის. პოლიტოლოგები ფიქრობენ, რომ ქართულ ოცნებაში რამდენიმე წლის წინ დაწყებული დაპირისპირება მოსამართლეთა სიამ მხოლოდ მოამწიფა. მათი თქმით, ერთმანეთისგან გამიჯვნის მთავარი მიზანი 2020 წლის არჩევნებისთვის გუნდში საკუთარი პოზიციების გამყარებაა. თავისთავად მოსამართლეთა საკითხი იმდენად მწვავეა, რომ სწორედ აი ეს საკითხი გახდა ერთგვარად ინდიკატორი თუ ლაკმუსის ქაღალდი ამ ძალიან მწვავე დაპირისპირების ზედაპირზე ამოტანის და ასევე ეს საკითხი დიდწილად განსაზღვრავს სწორედ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს წელიწადნახევრის შემდეგ 2020 წლის სადეპუტატო შემადგენლობას ქართული ოცნების. ვფიქრობ, რომ კონფლიქტი, პრობლემა სახეზე იყო, გამწვავებული იყო უმრავლესობის შიგნით. და არის ხოლმე მომენტი, როდესაც ის ბოლო მომენტი, რომლის იქითაც უკვე ეს კონფლიქტი გარეთ იღვრება. ამ შემთხვევაში სწორედ ეს საკითხი გახდა როგორც ჩანს ასეთი. რა თქმა უნდა, ეს არის ერთობლიობა უამრავი დაგროვილი პრობლემის, რომელიც ქართულ ოცნებას აქვს. რატომ დუმს ივანიშვილი ან აქვს კი მას რესურსი უსასრულოდ დააკვირდეს პროცესებს საკუთარ გუნდში? მისი ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ პარტიის თავმჯდომარე ჩრდილში დიდხანს ვერ დარჩება. ექსპერტების აზრით, დამკვირვებლის როლის მორგებით ივანიშვილი მომავალ არჩევნებში გუნდის დაკომპლექტებისთვის ემზადება. პოლიტოლოგები ფიქრობენ, რომ მას მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია არ გააჩნია და განწყობას ცალკეული თანაგუნდელები უქმნიან.
პერსპექტივა ბუნდოვანია და ეს ისევ და ისევ ბიზნესიანიშვილს უკავშირდება, ხო? ანუ მან უნდა მიიღოს რაღაც პრინციპული გადაწყვეტილებები. ეს ადამიანები, ხო, ეს არის ნუ რაღაც გარკვეული პარაზიტული ჯგუფური წარმონაქმნია, რომელიც მთლიანად პარაზიტირებს ბიზნესიანიშვილის რესურსებზე და უმტკიცებენ ისევ და ისევ კვებავს სხეულს, რომ ისინი უნდა იყვნენ მათი საყვარელი პარაზიტები. ბიზნესიანიშვილმა დარწმუნებული მათი მოსამართლიდან ორი შეიძლება ორი ჯგარი იცოდეს, ხო? ისიც შეიძლება არის ათანხმებენ ბიზნეს ივანიშვილთან და ამას უშვებენ დირექტივად გუნდში. მას ექნება ძალიან დიდი პრობლემა, იმიტომ რომ შეინარჩუნოს ეს ფასადური ერთიანობა, ხო? 2020 წლისთვის სრული კოლაფსი ელოდება. მოსამართლეთა სიით გამოწვეული მწვავე დაპირისპირება მესამე სექტორს პროტესტის უფრო მკაცრი ზომების შემუშავებისკენ მიანიშნებს. განხეთქილებამ არასამთავრობო ორგანიზაციებს გაუჩინა ეჭვი, რომ არსებულ სადავო სიას ხელისუფლების ერთი ნაწილი ლობირებს. ისინი პარლამენტის მიმართ მოთხოვნებს არ ცვლიან და მათ გასაჟღერებლად საპროტესტო აქციებს არ გამორიცხავენ. რთულია იმის თქმა, რა არის ასეთი ამ სიაში და რა არის ასეთი მნიშვნელობის საპარლამენტო უმრავლესობისთვის ამ პროცესში, რომ უღირს ერთგვარად საპარლამენტო უმრავლესობას ის პროცესები, რომელიც გამოიწვია ამ სიის წარდგენამ პარლამენტში, თუმცა რა თქმა უნდა ეს თავისთავად ეჭვებს ბადებს. ალბათ ყველა ტიპის რესურსი უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ ეს პროცესი სწორ ჩარჩოებში მოექცეს. შეიძლება იყოს განხილული მათ შორის საზოგადოებრივი პროტესტის სხვადასხვა ფორმა. კანონში აუცილებელია გაიწეროს ერთი მხრივ წესებით, როგორ უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიერ ნომინირება კანდიდატების და მეორე მხრივ კრიტერიუმები დამატებითი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდნენ უზენაეს სასამართლოს მოსამართლეები. რით დასრულდება უთანხმოება ქართულ ოცნებაში და დაალაგებს თუ არა ივანიშვილი ურთიერთობებს, პოლიტოლოგებისთვის რთულად პროგნოზირებადია. თუმცა ისინი დარწმუნებულები არიან, რომ მოსამართლეთა სია ოცნების ცალკეული პირების ძალაუფლების გამყარების ან დაკარგვის მთავარი მიზეზი გახდება. სავარაუდო H1N1-ის კიდევ ორი მსხვერპლი ჰქონდათ თუ არა გარდაცვლილებს მკვლელი ვირუსი ლაბორატორიულად ჯერ დადასტურებული არ არის. გახშირებული მიმართვიანობის გამო პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები 24 საათიან საგანგებო რეჟიმზეა გადასული. ვირუსულ ფონზე გადაიდება თუ არა სწავლის დაწყება ბაღებსა და სკოლებში ჯერ უცნობია, რუსთავის ბაღებში თავისუფალი დასწრება უკვე გამოცხადდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას მიმდინარე კვირაში სიტუაციის მიხედვით მიიღებენ. 35 წლის ქალბატონი გორმეთში პარასკევს ვირუსის მძიმე ფორმით შეიყვანეს. მისი გადარჩენა იმუნური სისტემის სისუსტის გამო ვერ მოხერხდა. გურიაში კი 93 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი ვირუსთან ერთად ფონური დაავადებები გახდა. პაციენტს ჰქონდა თანხლები თავის ტვინის სიმსივნე, რამდენჯერმე იყო ოპერაციები თავის ტვინზე. ბოლო 7 წელი იმყოფებოდა მწოლიარე მდგომარეობაში, ანუ დამოუკიდებელი გადაადგილება არ შეეძლო, ანუ თანხლები მძიმე პათოლოგიის ფონზე სამწუხაროდ გრიპის ვირუსი აღმოჩნდა სასიკვდილო. ფონური დაავადებები, ანუ გულის ქრონიკული უკმარისობა, უნივერსალური გაცხიმოვნება მეოთხე ხარისხის, მაშინვე გადაყვანილი იქნა მართვის სუნთქვაზე და სამწუხაროდ ამ დილით ეს პაციენტი დაიღუპა. ამ ეტაპზე H1N1-ით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული 12 შემთხვევა ფიქსირდება. რეგიონების კლინიკებში ვირუსის გამო კარანტინი გამოცხადდა და ინფექციების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით მნახველთა მიმოსვლა შეიზღუდა. კარანტინის გამოცხადება ჩვენთან განაპირობა, რა თქმა უნდა, მომართვიანობის საკმაოდ გაზრდამ ამბულატორიულ პაციენტების კომპონენტში და რა თქმა უნდა, სტაციონარით სრულად გვაქვს დატვირთული. გაგრძელდება თუ არა საახალწლო დასვენებები სკოლებში. გადაწყვეტილებას ჯანდაცვის და განათლების სამინისტროები კვირის ბოლომდე მიიღებენ. ვინაიდან ჯერჯერობით ფონი არის შემსუბუქებული, შემცირებულია მომართვიანების რაოდენობა, ჩვენ კვირის ბოლომდე კიდევ ერთხელ გადავხედავთ, დავაკვირდებით მონაცემებს და ამ მონაცემების საფუძველზე განათლების სამინისტროსთან ერთად შეჯერებულ გადაწყვეტილებას მივიღებთ. დაიცავით ჰიგიენური ნორმები, ხშირად დაიბანეთ ხელები, გაანიავეთ დახურული სივრცე, სადაც დღის განმავლობაში გიწევთ ყოფნა და იარეთ პირბადით. ეს პრევენციული ზომებია იმისთვის, რომ გრიპის ვირუს თავი აარიდოთ, თუმცა იმ შემთხვევაში თუ მაღალი ტემპერატურა, გულის რევა და სისუსტე იგრძენით, არაუგვიანეს 24 საათისა ოჯახის ექიმს მიმართეთ. ბავშვი მოვიყვანე აცრაზე. ამდენი გარდაცვლილი ადამიანი, მაინც შეშის ფაქტორია ბავშვების თემაში უფრო მეტად განვიცდით და ნერვიულობთ და
რა თქმა უნდა, კონტროლს არაფერი არ დგას წინ, რომ მეტად გავაკონტროლოთ საკუთარი შვილები და საკუთარი თავიც. 38 დამეწყო სიცხე და ბრონხები გამიღიზიანა ძალიან. ხშირად ექიმს ნამდვილად არ მივმართავ, არ დავდივარ ხშირად, მაგრამ როცა ასეთი გართულებული გრიპია, თავს აუცილებლად უნდა მიხედო. მიუხედავად იმისა, რომ იანვრის პირველ კვირაში დეკემბრის თვისგან განსხვავებით ავადობის შემცირება ფიქსირდება, პაციენტების მიმართვიანობა კვლავ საკმაოდ მაღალია. მით უმეტეს იმ 5 კლინიკაში, სადაც დაავადებულებს 24 საათის განმავლობაში უწევენ კონსულტაციას. ბავშვთა ასაკში უნდა მოგვმართონ 24 საათში, პირველ 24 საათში, რაც შეეხება დიდებში, თუ არ არის ქრონიკული დაავადებები, 2-3 დღის შემდეგ შეიძლება მოგვაკითხო, მაგრამ თუ არის ორსული ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანი, ან არის ხშირად მოავადე, ამ შემთხვევაში 24 საათში დიდებმაც უნდა მიმართონ თავიანთ ოჯახის ექიმი. დღევანდელი მონაცემებით 59 ბავშვთან დაფიქსირდა ატიპის გრიპის ვირუსი, მათ შორის 46 ეს არის H1N1 ტიპის ვირუსი და 3 შემთხვევაში H3N2 ტიპის ვირუსი. თუ წინა წელს შევადარებთ, მომართვიანობა რა თქმა უნდა გაზრდილია, ჩვენ ამ პერიოდში შარშან არ გვყავდა პაციენტების ესეთი რაოდენობა. მაგრამ ეს მომართვიანობა დასაშვებ ფარგლებშია. ლაბორატორიულად უკვე დადასტურებულია გრიპის ვირუსის 162 შემთხვევა. მათგან 158-ია ატიპის H1N1 ეგრეთ წოდებული ღორის გრიპი და 4 ამავე ტიპის H3N2 ვირუსი. არის B ტიპის ვირუსის შემთხვევაც, რომელიც შედარებით სუბუქად მიმდინარეობს. გასულ კვირაში დეკემბრის ბოლო კვირასთან შედარებით ავადობის შემცირების ტენდენცია არის. თუ დეკემბრის ბოლო კვირაში ჩვენ გვქონდა 100,000 მოსახლეზე 277 შემთხვევა, პირველ კვირაში იანვრის უკვე ჩვენ გვაქვს 256, ანუ 21 ერთეულით კლებაა. ასევე კლებაა საავადმყოფოებში მძიმე რესპირატორული ინფექციებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქვეყანაში სახელმწიფოს ხარჯზე ანტივირუსული პრეპარატი ტამიფლუ გაიცემა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ყველა საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრშია. პრეპარატი უფასოდ გაიცემა შემდეგი კატეგორიის ადამიანებზე: ბავშვებზე, ორსულებზე, სოციალურად დაუცველებზე, პენსიონერებზე, ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების მქონე ადამიანებზე. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება პოლიციელის დაჭრის ფაქტზე. პატრული ინსპექტორი თბილისში შობის ღამეს დაჭრეს. ზაზაკ ახნიაშვილი ამ დრომდე თბილისის ზღვის ჰოსპიტალში მკურნალობს. სალომე უერთაშვილი არ ყვევდა მომხდარის დეტალებს, ასევე გვეტყვის როგორია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. პატრული ინსპექტორი ზაზაკ ახნიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის არის სტაბილური. ის თბილისის ზღვის ჰოსპიტალში რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. როგორც მისი პირადი ექიმი ჩვენთან საუბარში აცხადებს, ზაზაკ ახნიაშვილი საავადმყოფოში გუშინ საღამოს საათებში შემოიყვანეს. მას კისრის არეში აღენიშნებოდა ჭრილობა და სავარაუდოდ მას ეს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული და როგორც უკვე გითხარით, ის ამ დრომდე გადის მკურნალობას თბილისის ზღვის ჰოსპიტალში. ზაზაკ ახნიაშვილის დაჭრის ფაქტს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროც, თუმცა უწყება დეტალურად არ საუბრობს, რა ვითარებაში მოხდა ეს ფაქტი. სავარაუდოდ შემთხვევა გუშინ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. პაციენტი მოყვანილია სასწრაფო დახმარების ბრიგადის მეშვეობით. კისრის არეში აღენიშნებოდა ძლიერ სისხლდელი ნაფლითოვანი ჭრილობა. ჩვენთვის ცნობია რა რითი არის მიყენებული ეს ჭრილობა. პაციენტი დაუყოვნებლივ იქნა შეყვანილი საოპერაციო ბლოკში, სადაც მოხდა დაზიანებული სისხლძარღვების არტერიების აღდგენა. ეხლა ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, სისხლდენა ეხლა არ არის, მართვით სუნთქვაზეა პაციენტი, შედარებით გამარტივებული რეჟიმით, დინამიკაში ითვლება, რომ მისი მდგომარეობა არის გაუმჯობესებული. ჩვენთან პაციენტის ნივთები არ იმყოფება, რეანიმაციაში შემოვიდა საოპერაციო ბლოკიდან, ამიტომ ნივთების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე უკვე დაიწყო გამოძიება. გამოძიება 117 მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ექიმზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს ბრალი დღეს ინფექციურ საავადმყოფოში ოფიციალურად წაუყენეს. რეზო ნასიძეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120 მუხლზე დავება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით გამოსასწორებელი სამუშაოთი ან შინა პატიმრობით, ან 6 თვიდან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. გამოძიების ინფორმაციით ნასიძემ თბილისში წმიდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილურ კლინიკის ერთ-ერთ ექიმს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ ნასიძემ მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. დღესვე მედიაში სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული კადრები გავრცელდა თუ რა მოხდა ინციდენტის დროს. ამ დროისთვის ბრალდებული საავადმყოფოში განაგრძობს მკურნალობას, რომლის ბრიგადირებას პოლიციელები ახორციელებენ. პროკურატურამ TBC ბანკიდან გარკვეული დოკუმენტაცია ამოიღო. გენერალურ პროკურატურაში ამბობენ, რომ TBC ბანკთან დაკავშირებით გამოძიება და დოკუმენტების შესწავლა მიმდინარეობს. ინფორმაციას არ ადასტურებენ თავად ბანკში. პროკურატურაში ასევე განმარტავენ, რომ მიმდინარე გამოძიება ომეგა ჯგუფის საქმეს არ უკავშირდება. მიკროავტობუსებით მგზავრობის გაზრდილი საფასურის შემცირების საკითხის განხილვას ხმაური მოყვა რუსთავის საკრებულოს სხდომაზე. თვითმმართველობის ორგანოში სხდომას ის სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებიც გაზრდილი ტარიფის შემცირების მოთხოვნით პერმანენტულ საპროტესტო აქციებს ატარებენ. საკითხზე მხარები ვერ შეთანხმდნენ, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 10 იანვრამდე გადაიდო. საკრებულოს დადგენილებით მგზავრობის ოფიციალური ღირებულება ლარ ნახევარია, მძღოლებმა კი თანხა თვითნებურად 2 ლარამდე გაზარდეს. პატიმრებულ ეხლა თქვენი ასეთი გამოსვლა როგორ ფიქრობთ შედეგის მომტანია? ეს კიდევ ერთი შეურაცხყოფა. თან რეკორდი კიდათ მოხსნა ჩემს მიმართ შეურაცხყოფებით როგორ არის? პროტესტი დემოკრატია არ არის შეურაცხყოფა. მოგვარების გზას როგორ დავშევეხოთ და ყველაფერი საუბრობთ რა პოლიტიკა რა პარტია დავაყენეთ ჩვენი საკითხები. ძალიან მწუხარ რომ გადაჭრის გზები ჯერ კიდევ ვერ მოვისმენთ, თუმცა ძალიან კარგია ის რომ ჩვენ გაგვიკეთეს დაპირება ამ ადამიანებმა რომ ხუთშაბათს ყველა მხარე იქნება ჩართული მოლაპარაკებებში, მათ შორის ჩვენც და ერთხელ და სამუდამოდ გავარკვევთ ვისი ბრალია საერთოდ მართლაც ტარიფების ზრდა. მე მრჩება ისეთი შთაბეჭდილება რომ რუსთავის მერია და საკრებულო უბრალოდ ეფერება და ძალიან უფრთხილდება მონოპოლის კომპანიას, რომელიც უკვე 4 წელზე მეტი არის ძარცვავს პირდაპირ ამ სტუს გაგებით რუსთავის მოსახლეობას და თვითნებურად ადგენს გაზრდილ სამგზავრო ტარიფებს. ჩვენ ერთადერთი რისი შეპირება შეგვიძლია ამ ადამიანებისთვის რუსთაველი ადამიანების სახელით არის ის რომ ჩვენი აქციები გაგრძელდება მანამ სანამ არ მივიღებთ სასურველ შედეგს. ამ პრობლემის უკან ვინ დგას, როგორ დგას და რამ შეიძლება ეს ალბათ თუ იქნება ინტერესი, ალბათ სამართალდამცავი ორგანოების დაინტერესდებიან ამ კუთხით, ხელოვნურად შექმნილი თუ იქნება ამაზეა საუბარი. რაც შეეხება პრობლემის გადაწყვეტას, გარკვეული სამართლებრივი ნაბიჯები და ქმედებები ჩვენს მიერ განხორციელებულია, რა თქმა უნდა საზოგადოების მოთხოვნა იგივე მოთხოვნის თანხმედრია, რასაც მუნიციპალიტეტი აყენებს, უბრალოდ გარკვეული დრო ჭირდება იმ პროცედურას, რომელ პროცედურებას ვატარებთ, იგივე ალტერნატიულ ტრანსპორტთან დაკავშირებით. მე მინდა ვთხოვო, გამოვიყენოთ თქვენი ეთერი და ვთხოვო მოსახლეობას, რუსთავის მოსახლეობას მაქსიმალურად გაერიდონ, მოვაცილონ ამ ყველაფერს პოლიტიკა, რადგანაც ეს არ არის რაღაცა პოლიტიკური ქულების დაწერის დრო. ეს არის ზოგადად კონკრეტული ქმედებების დრო. თბილისის საკრებულოს ოპოზიცია პროკურატურისგან ქართული ოცნების წევრის ბექა ოდიშარიას ბიზნეს საქმიანობის შესწავლას მოითხოვს. საუბარია თაბორის მთაზე დაგეგმილ მშენებლობაზე, რომლის წამოწყებაც პარლამენტის დეპუტატს სურს. ქართული ოცნების წევრი ხვალკა ხაკალაძის უწყების გამშენებლობის დაწყებაზე ნებართვის მიღებას ელოდება. ოპოზიციის მტკიცებით ბექა ოდიშარია თანამდებობას ბოროტად იყენებს. ამასთან ლევან ხაბეიშვილი კორუფციულ გარიგებებზეც საუბრობს. პროკურატურას ვთხოვთ რომ 2014-ში რომ უცხოესო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონა და აქ არ შეიძლება მშენებლობა, 17-ში როგორ გახდა ეს შესაძლებელი? ხომ არ გამოიყენა ბოროტა თანამდებობა ბექა ოდიშარიამ და მნიშვნელოვანია ამ დოკუმენტაციის შესწავლა და მეორე და მნიშვნელოვანი კალაძეს აქვს შანსი რომ არ გააგრძელოს ნარმანიას გზა. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ოდიშარია ამ ნებართვას მიიღებს, ნარმანიზაცია მოხდება პირდაპირ კახი კალაძის და აი აქიდანვე პირდები რომ მათ შორის თავრობის სტომაზე, მათ შორის საკრებულოს სტომაზე, რომელიც პირველივე რომელიც იქნება აუცილებლად ამ საკითხით როგორც პროკურატურას ვთხოვ რომ გამოძიება დაიწყოს და შეაჩეროს ეს მშენებლობის ნებართვა, ასევე დედაქალაქის მერს, რომელმაც აუცილებლად ეს ნებართვა უნდა გაიწვიოს უკან.
სოფო ხორგვანი პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის ადგილის დასაკავებლად იბრძოლებს. სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე და უფლება დამცველი კენჭს მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში დამოუკიდებელ მაჟორიტარად იყრის. სოფო ხორგვანს მიაჩნია, რომ საკუთარი ცოდნი და გამოცდილებით შეძლებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო პროექტების განხორციელებას. მიიქნება წარმოდგენილი მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში მართველი გუნდიდან ჯერ უცნობია პარტიაში საკითხზე კონსულტაციების გამართვას გეგმავენ. ადგილი პარლამენტში ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მთაწმინდის მაჟორიტარი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტად იქნა არჩეული. 28 ოქტომბერს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აღმოჩნდა, რომ 28 ოქტომბერს აღმოჩინე რეალობა, რომ ისე ვიქვართ, სადაც ვიყავით 2012 წელს. ანუ ადამიანები, რომლებიც მოვიდნენ ხელისუფლებაში, რომელსაც უნდა შეიცვალათ ამ ქვეყანაში ვითარება, ვერ გაართვეს თავი ისე, როგორც ელოდებოდა მათი ამომრჩეველი. ვფიქრობ, რომ ჩემი ცოდნით და გამოცდილებით შევძლებ ხელისუფლება უფრო მეტად ავამუშავო. მე არაერთი გვარი დასახელი მოვისმინე შუალედურ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით და შესაბამის კანდიდატებთან დაკავშირებით. ბევრი ღირსეული ადამიანია დასახელებული, ოღონდ ეს მოვისმინე გარედან და არა გუნდის შიგნით. გუნდის შიგნით ამაზე მსჯელობა არ ყოფილა. როგორც კი გადაწყვეტილება იქნება თქვენ ამის შესახებ და შესაბამისად საზოგადოებასაც ეცოდინება აუცილებლად. ოპერატორი გიორგი შველიძე ამისთვის ამერიკის კინემატოგრაფისტთა საზოგადოების ჯილდოზე განსაკუთრებული მიღწევისთვის წარადგინეს. რიგით 33 ცერემონიაზე ცერემონიალ თებერვალს ამ დარგის გამორჩეულ მოღვაწეებსა და ნამუშევრებს დააჯილდოვებენ. გიორგი შველიძე 15-მდე ქართული ფილმის ოპერატორია. მათ შორის არის სამი სახლი უშენოდ მგონი მოკვდები, მარილივით თეთრი დაბადებულები საქართველოში. დღევანდელი წელი საიუბილეო, რადგან ამერიკელ კინოოპერატორთა საზოგადოება 100 წლის იუბილეს იზეიმებს. იცი შენზე რას ამბობ? და ისე გავცოცხლე. თუმცა როგორც ახლა არის, ვიღო. მე ამ ინფორმაციით ხვალ უდეკებში დავეყით ნახვამდი.